მე ვარ ერეკლე ბილანიშვილი, არაგველების ფეხბურთელი, პოზიციით მარცხენა ვინგერი. ფეხბურთს თამაშობ ბავშვობიდან, ფეხბურთის თამაში დავიწყე ეზოში. ვათენებდი და ვაღამებდი, ჩემთვის სხვა ადგილი არ არსებობდა ბურთის და სტადიონის გარდა. რომ შემატყეს ჩემმა, რომ ძალიან მომწონდა სპორტის ეს სახეობა და მიყვარდა და ამავდროულად მონაცემებიც მქონდა, ბოლოს და ბოლოს მამაჩემმა შემიყვანა ფეხბურთზე. პირველი გუნდი იყო იქვე უბანში, პატარა ბავშვებს ავარჯიშებდნენ, სადაც გავდიოდი პატარ-პატარა ტურნირებზე და მქონდა ძალიან კარგი შედეგები. ერთ-ერთ თამაშზე წარმატებულად წამოვაჩინე ჩემი თავი, სადაც მოვხვდი თბილისის აკადემიაში. მოვისვანი ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი სოსო ჭიკაიძე. საიდანაც უკვე მოვხვდი არაგველებში. არაგველებში თითქმის ყველა ასაკობრივი ეტაპი გამოვიარე, მქონდა წარმატებები, თითქმის ყველა ჩემპიონატი სადაც გავედით მოვიგეთ. ასპარეზობა დავიწყეთ ელიტ ლიგაში, შემდეგ იყო ჭაბუკთა ლიგა, ბრინჯაო, ვერცხლი და ბოლოს ოქრო. და ამ ეტაპების შემდეგ უკვე გადავედით რეგიონ ლიგაში. პირველი წელი რეგიონ ლიგაში იყო ჩვენთვის გამოცდილება, იმიტომ რომ ნახევარზე მეტი გუნდი ახალგაზრდებით ვიყავით დაკომპლექტებული და ასაკობრივი ბიჭები ვიყავით. შემდეგ მეორე წელს უკვე პირველი ადგილით გადმოვედით მეოთხე ლიგაში. მეოთხე ლიგა წინაგისგან განსხვავდებოდა, აქაც ტემპი და ხარისხი უფრო მაღალი იყო. მოდი ასე ვთქვათ, მეოთხე ლიგის წინა წელი ჩვენთვის გამოცდილება იყო, მაგრამ ამის მიუხედავად თითქმის ერთი ნაბიჯი დაგვაკლდა ლიგას 3-ში ასვლამდე. ძალიან დასანანი თამაში იყო ბოლო ტური ლანჩხუთის გურიასთან, სადაც თითქმის გადასულები ვეგონა ყველას თავი, მაგრამ ამავდროულად ამ ასე ვთქვათ მარცხს დავარქმევ, ძალიან ბევრი რამ გვასწავლა, ძალიან გავგზარდა როგორც ფეხბურთელები და წელს უკვე ვაპირებთ, რა თქმა უნდა, ზედა ლიგაში ასვლას. რაც შეეხება წლევანდელ სეზონს, პირველი წრე საკმაოდ კარგად დავასრულეთ, პირველი ადგილით. ახლახანს განახლდა მეორე წრე, ის მიზანი, რაც დავისახე სეზონის წინ, აუცილებლად უნდა შევასრულოთ, რასაც ქვია ზედა ლიგაში დაწინაურება. ამ ეტაპზე მაქვს ძირედი დაზიანება, ვერ ვეხმარები გუნდს. მიდის რეაბილიტაციის პროცესი, უკვე დასკვნით ფაზაშია, ძალიან კარგად მიმდინარეობს. იმედი მაქვს, მალე დაუბრუნდები მინდორს და რაც შეიძლება მალე დაუბრუნდები ჩემს ოპტიმალურ ფორმას, რათა დავეხმარო გუნდს წარმატების მიღწევაში და როგორც წეგან ვთქვი, იმ მიზნის მიღწევაში, რასაც ზედა ლიგაში დაწინაურება გვქია. თოვლი თამაში, არა მარტო თამაში, ასევე ვარჯიშიც. ყოველთვის ვემზადები სერიოზულად, ვცდილობ რომ ბოლომდე დავიხარჯო და რა თქმა უნდა სიამოვნება მივიღო ფეხბურთით. ჩემი მოტივაციის წყარო არის ჩემი ოჯახი, რომელიც ყოველდღიურად გვერდში მიდგას, ყოველდღიურად სტიმულს მაძლევს, რომ მე სტადიონზე ბოლომდე დავიხარჯო მათთვის და ჩემი თავისთვის. ასევე მინდა გამოვარჩიო ჩვენი გულშემატკივრები, რომლებიც ყოველთვის დადიან თამაშზე, არ აქვს მნიშვნელობა ის თამაში იქნება სახლის თუ გასვლითი თამაში, სულ ჩვენ გვერდში არიან, სულ გვამხნევებენ და აქედან მინდა თითოეულ გულშემატკივარს მადლობა გადავუხადო ასეთი თანადგომისთვის. ინსპირაციის წყარო არის ნეიმარი. პატარა ვიყავი, როცა ფეხბურთს ვუყურებდი და ვნახე ნეიმარის თამაში, ძალიან მომეწონა და აქედან მოყოლებული ვცდილობდი სულ ნეიმარისთვის მიმებაძა, ნეიმარმა შემოყვარა სპორტის ეს სახეობა და გუნდიც, მაშინ ნეიმარი ბარსელონაში თამაშობდა და გუნდიც აქედან გამომდინარე ბარსელონა შემიყვარდა და ნეიმარმა შემოყვარა ბარსელონა. ხო, არაგველები წელს რა თქმა უნდა გადავა. მაგას კითხვა არ უნდა.